ჯუნუბობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხები. ჯუნუბისთვის ბანაობის ნამაზის დროის დადგომამდე დაგვიანება ცოდვა არ არის. ნახეთ, ჯუნუბი გახდა, მაგრამ ჯერ რომელიმე ნამაზის დრო არ არის მოსული. თქვათ, ღამით გახდა ჯუნუბი, დილის ნამაზის დრო ჯერ არ არის მოსული. იასის შემდეგ ჯუნუბი გახდა, დილის ნამაზის დრო არ არის მოსული. დილის ნამაზის მოსვლამდე რომ მან ეს დააგვიანოს, ეს მას ცოდვათ არ ეთვლება. დილის ნამაზი დადგა, უკვე საათი ჩართულია. იმან უნდა ის იჩქაროს დაბანისთვის. რატომ? იმიტომ რომ ნამაზის დრო დაიწყო და ეს ნამაზზე აგვიანებს. აქ უკვე ვაჯიბი ხდება მისთვის დაბანა და დაგვიანება ცოდვა არის. თუმცა უფრო ადრე თუ დაიბანს, ეს მისთვის უკეთესია. შეიხ სირაჯუდდინ ალ-ჰინდი რაჰიმაჰულლაჰ ამბობს, რომ უაბდესოსთვის აბდესის აღება, ჯუნუბისთვის ბანაობა, დედაცაწესისგან ან მელეოგინეობისგან გაწმენდისთვის ნამაზის დროის დადგომამდე დიდი აბდესის აღება ვაჯიბი არ არის. ანუ თქვათ, ღამის ლოცვა ნალოცი გვაქვს. ჯერ დილის ლოცვა არ არის მოსული. აბდესის აღება ჩვენთვის ამ პერიოდში, რომელიმე ფარზი ნამაზის დრო არ არის მოსული. წინ სალოცავი ნამაზი არ გვაქვს. აბდესის აღება საუბარია პატარა აბდესზე. აბდესის აღება ფარზი არ არის. მაგრამ როგორც კი დადგა დილის ნამაზი ან სხვა ნებისმიერი ნამაზი და ჩვენის ნამაზი ნალოცი არ გვაქვს და ვიმყოფებით უაბდესო მდგომარეობაში. დროის დადგომისთანავე ჩვენთვის აბდესის აღება ვაჯიბი ხდება. იგივენაირად მდგომარეობა არის ჯუნუბისთვის, დედათა წესისგან ან მელოგინეობისგან გათავისუფლებული ქალისთვისაც. ნამაზის დრო რომ დადგება, მაშინ ეკისრება უკვე გადაუდებელი ვალდებულება, მანამდენაც ვალდებულება ჰქონდა, მაგრამ აქ უკვე გადაუდებელი ვალდებულებაზეა საუბარი, მაშინ უკვე მას ეკისრება გადაუდებელი ვალდებულება, რომ უკვე მოცდის დრო აღარ აქვს. მანამდე ეუბნება, რომ შენ შეგიძლია დილამდე მოიცადო, მაგრამ როცა უკვე იმ საქის დრო დადგა, იქედან უკვე შეგიძლია მოიცადო აღარ არის. ეცადონა, რაც შეიძლება მალე დაიბანა. ამის მსგავსად, ნახეთ, თილავეს სეჯდეს დროს არ არის ვალდებულება, ვაჯიბი, პატარა აბდესი აიღოს. მაგალითად, აბდესი არ ქონდა და მოისმინა. ყურანის კითხვა, თილავეს სეჯდე მოისმინა. იმ წუთას ვაჯიბი არ ხდება მასზე აბდესის აღება. რადგანაც მას შეუძლია თილავეს სეჯდე მერეც გააკეთოს. რატომ? იმიტომ რომ თილავეს სეჯდე დროზე დამოკიდებული არ არის. ახლა შეგიძლია, მერეც შეგიძლია გააკეთოს. ამიტომ ვაჯიბი არ ხდება მასზე აბდესის აღება. ასევე ჯუნუბისთვის ბანაობის გარეშე მეორედ არამდენჯერაც უნდა იგივე ურთიერთობის დამყარება. რანაირ ცოდვას და პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა თუ შუალედებში ნამაზის მსგავსად პატარა აბდესს აიღებს, ეს უფრო უკეთესია. მაგრამ ეს არ არის აუცილებლობა. რამდენჯერაც მას უნდა. თუმცა ასეთ ამ შუალედურ პერიოდში თუ ადგება წყლის დალევა უნდა, ან რამის ჭამა უნდა, ამ შემთხვევაში ხელები უნდა დაიბანოს და წვირი უნდა გამოიყოს. ეს არის მუსტეჰაბი. დიდი აბდესის აღების შემდეგ ნამაზისთვის ცალკე აბდესის აღება საჭირო არ არის. დიდი აბდესი ასევე იჭერს პატარა აბდესის ადგილს, მანამდე ვიდრე პატარა აბდესის მომშლელი ფაქტორები და რომელიმე არ დადგება მანამდე. როდესაც ეს საკითხი დადგება, პატარა აბდესი მოიშლება და დიდი აბდესი დარჩება. ამიტომ ამისთვის ცალკე აბდესი აღება საჭირო არ არის, საკმარისია. ასევე ამასთანავე ერთ-ერთმა მკითხა, რომ აბდესის აღების დროს თუ მე დიდი აბდესის აღებისას აუცილებელი არის თუ არა, რომ მე ამ აბდესით ასევე ნამაზით უნდა ვილოცო. არა. ასეთი წინა პირობის დართვა არც ერთ აბდესზე, არც დიდზე და არც პატარაზე საჭირო არ არის. იმიტომ რომ აბდესი არის ერთი და არ არის სხვადასხვა ნამაზის აბდესი, ყურანის კითხვის აბდესი, მეჩეთში შესვლის აბდესი და ასე შემდეგ, ასეთი არ არსებობს. აბდესი ერთია. როდესაც იმას ადამიანი აიღებს,
ამ აბდესით მას შეუძლია ნამაზიც ილოცოს, ყურანიც იკითხოს, მეჩეთში შევიდეს, ტავაფიც გააკეთოს და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ მე აბდესის აღების დროს ნიეთი არ გამიკეთებია, რომ მე ამ აბდესით ნამაზი უნდა ვიკითხო. ან თავიდან აიღო აბდესი, იმიტომ რომ ყურანი ეკითხა მას. ნამაზის დრო მოვიდა და ის ფიქრობს, რომ მე თავიდან ყურანის საკითხავად ევიღე ეს აბდესი, ნამაზისთვის არ ამიღე და წავიდეს ახალად აიღოს აბდესი. ასეთ რაღაც საჭირო არ არის. ასეთნაირად საქმეს ნუ გავართულებთ. აბდესია და იმ აბდესით ყველაფერი შეიძლება, რასაც აბდესი სჭირდება. ამის შესახებ ჰადისი გვაქვს, რომელსაც გადმოგცემს მორწმუნეთა დედა აიშა რადიალლაჰუ ანჰა. კანა რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ იაღთესილუ. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემი ბანაობდა, ანუ დიდ აბდესს ღებულობდა, ვაიუსალლი რაკაათეინი და ლოცულობდა ორ მუხს, ვასალათელ ღედათი და ასევე დილის ნამაზს. ველა ერაჰუ იუჰდისუ ვუდუენ ბა'დალ ღუსლი და მას არასდროს არ დამინახავს, რომ ბანაობის შემდგომ კიდევ ცალკე აბდესი აიღოს. ჰადისში რა თქვა აიშა რადიალლაჰუ ანჰამ, ლოცულობდა ორ მუხსო და შემდეგ დილის ნამაზს. რა იყო ის ორი მუხი? აბდესის აღების შემდეგ ან ბანაობის შემდეგ ორი მუხლი სუნნეთი, ნაფილეს სახით სუნნეთია. სალოცავი. სწორედ ამას ლოცულობდა. ამიტომ ამის მტკიცებულება ეს ჰადისი გახლავთ, რომ დიდი აბდესის აღების შემდეგ ცალკე პატარა აბდესის აღება აღარ არის საჭირო. და ისედაც სწავლულთა შორის ამ თემაზე იხtilafი არ არის, ყველა თანხმდება, რომ ეს ასეა და საკმარისია. მე მაქვს კითხვა, ხოდახური. დიდი აბდესის აღების დროს აბანოში არ ვიკითხულობთ აიათს. კი. რატომ? ამდენად ხომ მაინც არის. შუამავალი ისლამის ჰადისი წავიკითხეთ ცოტა ხნის წინ, რომ ჯუნუბი ერთ აიათსაც ვერ წაიგითხავს. ახალ პროცესი არ დამთავრდა, მანამდე თვითონ აბანო კი არ აბკოლებს. აბანოზე უფრო ის მდგომარეობა აბკოლებს შენ ყურანის წაკითხვას, რომ მე მდგომარეობაში შენ იმყოფებ. აბანოებშიც რომ ტუალეტებია, საფრთხეებს გქონდეს. არ აბკოლებს, მაგრამ უკეთესია რომ ერთად არ იყოს. თუმცა დღევანდელ პირობებში ცოტა რთულია. ამიტომ ახლა ბინაში ცხოვრობს კაცი და სხვაგან არც აქვს იმის საშუალება რომ აბდესი იყოს. აუცილებლად უნდა იყოს იმ პატარა აბანოში, სადაც უნიტაზი აქ ბოდიში და ხელსაბანი ერთად არის. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი, რისიც გაკეთება ჩვენ შეგვიძლია, უნიტაზის თავი დახურული უნდა იყოს. რადგანაც ის, როდესაც თავის დახურულია, ჰუქმი დაკარგული აქვს. საპირფარეშოს ჰუქმი დაკარგული აქვს, რადგანაც თავდახურვილში ვერც ერთ საჭიროებას ვერ მოითავებ საპირფარეშოსაც თუ არ ახარ. ანუ როცა ახდი, მაშინ ხდება ის. ამიტომ რახან ჩვენ სხვა შანსი ალტერნატივა არ გვაქვს, რომ უფრო ლამაზ და უკეთეს გარემოში ავიღოთ აბდესი, მინიმუმ თავი მაინც უნდა დავახუროთ. რას გავს? თავი რომ ღია იყოს და აბდესი ეიღოს, იმას წაიდა ხელ მეორედ აიღეო კი არ ვეთქვით, მაგრამ ეს გავს იმ საკითხს, რაფერს ცოტა ხნის წინ ვთქვით, რომ აბდესის აღებისას ან საპირფარეშოს საქმის მოთავებისას ყიბლას მიმართულებით არ უნდა იდგეს კაცი, არ უნდა იჯდეს ან ყიბლას მიმართულებით, კენ მიბრუნებული. რატომ ყიბლას პატივს ვცემთ? მას გავს ის თავის დახურებაც. პატივს ვცემთ ჩვენ საქმეს. და ვაფიქსირებთ იმ ჩვენ იმას, რომ სხვა საშუალება არ მაქვს, თორემ უფრო მეტსაც ვიზამთ. სხვა საშუალება რომ მქონოდა, საერთოდ აქ არ გამშემოვიდოდი. ვაფიქსირებთ იმას, რომ ამით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ სხვა საშუალება არ მაქვს. როგორც ბრძანებს შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ, რომ რაღაცა რომ არ მოგეწონება, ხელით გამოასწორე, ენით გამოასწორე, თუ არც ერთის ღონე არ შეგწევს, გულით მაინც ნუ მიემხრობი იმას. ამიტომ შენ საკმაოდ ანუ ფართის სივიწროვე ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის დღეს იმ ხალხისთვის, ვინც ქალაქში ცხოვრობს და ვერავინ ვერ ანუ უმეტეს შემთხვევაში ვერ აკეთებს ახლა საპირფარეშო ცალკე და აბანო ცალკე ამდენი ფართი არ ხდება ხელსაყრელი ყველასთვის. ხო და ამ შემთხვევაში შენ როცა ხელიდან არ გამოგდის, რაც გამოგდის ის მაინც გააკეთე, თავი დაახურე.
ამ თემასთან დაკავშირებით იხtilafია სწავლულებს შორის, იმიტომ რომ შუა ალაისალათუესალამის ჰადისები არის, სადაც ამბობს რომ ვინც შეეხო თავის სასქესო ორგანოს, მან წავიდეს და ახალად აიღოს. ასევე არის ჰადისი რომ კითხე შუა ალაისალათუესალამს რომ შეხების შემთხვევაში აბდესი ავიღოთ თუ არა, ისიც თქვენ სხეულიდან ერთ-ერთი ორგანოა და არ გჭირდებათ აბდესი აიღოთ. აქედან გამომდინარე იხtilafი არის. ზოგი ერთს ემხრობა, ზოგი მეორეს ემხრობა. ზოგი ამბობს რომ ერთს რომელიც ემხრობა ის ამბობს რომ მეორე ვარიანტი გააუქმა ამ ჰადისმა ან პირიქით. და ასევე ყველაზე უფრო ოპტიმალური შეჯამების მეთოდი, ვინც ამ ჰადისებს შორის შეჯამების მეთოდს მიმართა, ყველაზე უფრო კარგი მეთოდი ის არის, რომ თუ შეეხო ადამიანი აქტიურ სიტუაციაში მყოფს, ამ შემთხვევაში უნდა აიღოს, რადგანაც აქტიურ სიტუაციაში მყოფზე შეხება სხვანაირად ითარგმნება, ხოლო პასიურ სიტუაციაში მყოფზე შეხება ითარგმნება თქვათ როგორც თქვათ მოფხანვა ან რაღაცა სამოსის გამოცლის დროს შეიძლება ხელი მოხვდა შემთხვევით შეეხო და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაზე გონივრული ეს არის. მერე შეხება შორისაც თუ ხელის შიდა ნაწილით შეეხო აბდესის აღება, გარეთა ნაწილით თუ შეეხო აბდესის აღება არ არის საჭირო. რატომ? შიდა ნაწილი ყოველთვის განკუთვნილია მოსაკიდებლად. მიხდი? გარე ნაწილი ზურგის მხარე მაგ საქმისთვის არ გამოდგება. ამიტომ ფიქში ძალიან ბევრი დეტალები არის, რომელიც რომ შეიძლება დღეს ჩვენ ამაზე ღიად საუბარი გვეუხერხულებოდეს. მეს რაც წავიკითხე, სამი ამდენი იყო, მაგრამ გავფილტრე. მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც კაც სჭირდება ესა. ამ დროს ის ფიქრის იმ შესაბამის ლიტერატურას უნდა მიმართო და იქიდან უნდა წაიკითხო შენ თვითონ. იმიტომ რომ ყველაფერს ხოჯა ვერ წაგიკითხავს, იმ ფერი დეტალური საკითხები არის შიგნით განხილული. ამ კითხვიდან გამომდინარე რაღაცები ძალიან ბანაობაზე ვთქვით, ბანაობის შემთხვევაში როცა ვექერი ხდება, წუნდავს ამას რა ვთქვათ, ეგ უშუალოდ პროცესია და ეგ აუცილებლობა არის. აქ უკვე აუცილებლობა არის, იმიტომ რომ სისუფთა ჰიგიენა უნდა მოხდეს, დასუფთავება უნდა მოხდეს. და ეგ არ აბრკოლებს, მაგაში არანაირი დაბრკოლება არ არის. აქ უკვე საუბარი არის და ზოგადად შუა ალაისალათუესალამს კითხვები როცა დაუსვეს, ხო? აქ არის როცა ამის საჭიროება არ არის, აუცილებლობა არ არის, ამ შემთხვევაში შეხება. შუა ალაისალათუესალამაც ალბათ სიტუაციიდან გამომდინარე რომ შეხედა რომ აქ საქმე არ იყო, თქვათ, მოფხანვის შეხებასთან. აქ უთხრა რომ აბდესი დაიღოთო, როცა შეხედა რომ ეკითხებოდნენ, ანუ სიტუაცია განსაზღვრა შუა. ეკითხებოდნენ თქვათ ჩაცმის დროს, ამ მოფხანის დროს უცბად ხელი მოარტყა, ამისთვის იქ უთხრა რომ ესე თქვენი ორგანოა, მაგისთან აბდესის აღება რა თუნდა. განაც ეს ისეთი საკითხებია, ყველანაირი სიცხადით ვერც საჰაბეები ეკითხებოდნენ. და ზოგიერთ შუა ალაისალათუესალამიც ყველანაირი სიცხადით ვერ საუბრობდა. და ზოგიერთ რაღაცებს გადახვევით ამბობდა. მაგალითად ჩვენ ამ გაკვეთილების ფარგლებში ჩვენ წავიკითხეთ ჰადისი, სადაც ამბობდა რომ წყალს გახდის ვაჯიბს. შუა ასეთი ფორმით უთხრა და საჰაბებისთვის გასაგები იყო, რომელი წყალზე გულისხმობდა და რა წყალს გახდიდა ვაჯიბს. ანუ წყალს გულისხმობდა სითხე, რომელიც სხეულიდან გამოდის და მეორე წყალი, რომელიც ვაჯიბი გახდება, ტანის დასაბანელი წყალი. ის წყალი რომ გამოვა სხეულიდან, ეს წყალი ვაჯიბი გახდება, რომ დაიბანოს. ეს იგულისხმებოდა. პირდაპირ ღიად არ ეუბნებოდა, გადაკრულად ეუბნებოდა, მაგრამ ხდებოდნენ საჰაბეები, რომ წყალს გახდის ვაჯიბს. დამთავრდა იქ უკვე ამ ფერი გამოთქმები ჩვენს გვაქვს. ყველა ენაში არის ასეთი რაღაც. ადამიანი რო მასწავლებელი. თუმცა რომ ის დიდაბლესი რომ დაეღო. დაიწყო და აქ პირველი ამბობდა მეცნიერებს.
ნიეტს არ უნდა თქმა. ნიეთი არის გულში განზრახვა. ხელების დაბანის დროს ამბობ ბისმილლაჰ და იწყები შეუდგები საქმეს. მეტი რამეს არ ამბობ, რამეს არ გითხულობ. და თუ არის მეგონი ადამიანები აი ენითაც ამბობენ. ამ შემთხვევაში ძველი რომელი და ჯერ ნიეტს იტყვის. ო. მერე ბისმილლაჰს და ხელების და ჯერ ნიეტს იტყვის. ნიეთის თქმამდე რამეს არ აკეთებს, ხო? ნიეთი თქვა და იწყებს ხელების დაბანას, ხო? ხელების დაბანისასაც ბისმილლაჰს ამბობს და ანუ ჯერ ნიეთი და მერე ბისმილლაჰ და ხელების დაბანა ერთდროულად ხდება. ყურანზე მოსმენა არ არის აკრძალული. ყურანის კითხვა და ყურანზე შეხება არის. მოსმენა არა. ასევე მაგალითად ქალი რომელიც რომ ასეთ სიტუაციაში იმყოფება, დედათა წესის პერიოდში ან მელოგინია ვთქვათ, ყურანის მოსმენა შეუძლია მას. ზოგიერთი ზიქრის გაკეთებაც შეუძლია, რომელიც ყურანის სრული აიათი არ არის. ანუ ზიქრი არის სუბჰანალლაჰ, ალჰამდულილლაჰ, სუბჰანალლაჰ, ალჰამდულილლაჰ და მსგავსი სიტყვების ღმერთის ქება, ხო? ესენი შეიძლება აიეთშიც არის, აი სუბჰანალლაჰ, ალჰამდულილლაჰ, ესენი აიეთში წერია შეხვდეს, მაგრამ მარტო ერთი აიეთის სახით სუბჰანალლაჰ, ალჰამდულილლაჰ ასეთი სიტყვები არ გვხვდება. რომ აიეთის სუბჰანალლაჰით დაიწყეს და დამთავრდეს ამფერი აიეთი არ არსებობს. ამიტომ ასეთი ზიქრის, მაგრამ სრული აიეთი არ უნდა თქვას. ბისმილლაჰირ რაჰმანირ რაჰიმ სრული აიათია, მაგრამ მარტო ბისმილლაჰ სრული აიეთი არ არის. ამიტომ ასეთ მდგომარეობაში ზიქრიც შეიძლება, ყურანის მოსმენაც შეიძლება. ოღონდ მაინც გავრცელებული ახალ ხალხში ასეთ დროს მოერიდებიან. კარგია, ცუდი კი არა ყურანის მიმართ პატივისცემას. ჯუნუბმა არ უნდა გააკეთოს, მაგრამ დედათა წესის პერიოდში მყოფმა ქალმა ზიქრს და ყურანის მოსმენას არ უნდა მოწყდეს. იმიტომ რომ კაცს შეუძლია წევიდეს და დაიბანოს ამიდან გათავისუფლდეს, მაგრამ ქალს არ შეუძლია. გარკვეული პერიოდი ეს გრძელდება. ამ დროში მას შეუძლია დუა გააკეთოს, ღმერთს შეხვეწოს. ზიქრი გააკეთოს, ყურანს მოусმინოს. აი მაგალითად ძვირფასი ყადირის ღამეს დაემთხვა ასეთ პერიოდში ქალმა, რა თქმა უნდა, დაждდეს და ყველა პირი ამეიკეროს და იყოს, დაждდეს სერიალებს უყუროს, არა. დაждდეს ზიქრი გააკეთოს, დუა გააკეთოს, ყურანს მოусმინოს. ეს ძვირფასი დრო არ დაკარგოს, ყველა არ გააცდინოს.